პირველ რიგში თუ კი რაიმე უნდა იყოს დაცული სწორედ კრიტიკული, შოკის მომგვრელი, ზოგჯერ პროვოკაციული გამოხატვაც კი, თორე ქებადიდებას არასდროს არავინ არ დაგვიშლის, ხომ ეს არის ლოგიკური. სწორედ ამიტომაც არის, რომ ავტორიტარულ რეჟიმები თუ კი რამეს ებრძვიან, სწორედ ებრძვიან გამოხატვის თავისუფლებას. ბევრ ავტორიტარულ რეჟიმში შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ, რომ არის დაცული სხვა რაღაც გარკვეულ დონეზე სხვა უფლებები, განსაკუთრებით სოციალური უფლებები, ხო? იქ შეიძლება ვისაუბროთ განათლების უფლებაზე, ჯანდაცვის უფლებაზე, შრომით უფლებებზე და ასე შემდგომ და კომუნისტური რეჟიმიც კი ამ თავის დროზე სწორედ ამით ამაყობდა, ხო? ამით განსხვავდება სწორედ დემოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმები, რომ დემოკრატიულ რეჟიმში ჩვენ გვაქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი ტიპის გამოხატვა, რომელიც აწყობს კონკრეტულ ხელისუფლებებს, არამედ სწორედ ისეთიც, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს აქვს შესაძლებლობა გააკრიტიკონ ისინი, ისაუბრონ იმ გადაცდომებზე თუ მით უფრო კანონდარღვევებზე, რომელსაც ცალკეული თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ან მთლიანად ხელისუფლებები ჩადიან და შესაბამისად ქონდეთ შესაძლებლობა რომ გაცვლონ ინფორმაცია ერთმანეთში.